ევროკავშირში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების კურსი საქართველოს ევროპულ მომავალ სერიოზულ საფრთხეს უქმნის. წერილში, რომელიც ოპოზიციის ალიანსმა ბრიუსელიდან მიიღო, ნათქვამია, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება, გაუმჯობესების ნიშნები კი არ ჩანს. ეს არის 17 აპრილს 9 პარტიის ერთობის მიერ გაგზავნილ წერილზე პასუხი, რომელშიც საქართველოში არსებული ვითარება იყო აღწერილი. ევროკავშირი მიუთითებს, რომ აქტიურად ეწინააღმდეგებიან დეზინფორმაციულ ნარატივებს, რომელსაც ოცნების წარმომადგენლები ავრცელებენ. წერილის თანახმად ევროკავშირი კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუ ქართული ოცნება ამჟამინდელ კურსს შეცვლის. საქართველო კვლავ მაღალ ადგილს იკავებს ჩვენს დღის წესრიგში. საგარეო საქმეთა საბჭომ 21 აპრილს განიხილა საქართველოში მუდმივად გაუარესებადი მდგომარეობა და იმსჯელა ევროკავშირის მხრიდან ზეწოლაზე მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ. უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაუმჯობესების ნიშნები არ შეიმჩნევა და მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი. საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი. ევროკავშირი რჩება საქართველოსთან ურთიერთობის ერთგული და აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას. ამ საკითხზე ევროკავშირის პოზიცია მყარია და ჩვენ კვლავაც მოუწოდებთ ყველა მხარეს იმუშაონ საქართველოს სტაბილური და აყვავებული მომავლისთვის. ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ისინი რამდენჯერმე განიხილა კიდეც. ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან ექვემდებარება რეგულარულ გადახედვასა და შეფასებას, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება ვითარების საფუძვლიანი ანალიზის საფუძველზე. ევროკავშირის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და პროგრესს და ის გააგრძელებს ქვეყანასთან თანამშრომლობას საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად. ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის და ევროკავშირი კვლავაც მზად არის მხარი დაუჭიროს ხალხთა შორის კონტაქტებს, მათ შორის მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების დახმარების გზით. წერილს ხელს აწერს დერინ დერიაის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართულებაზე პასუხისმგებელ განყოფილებას ხელმძღვანელობს.